Am წუთებში პროკურატურაში იმყოფება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე ბრალდებული მამუკა ივანიაძე. საგამოძიებო უწყებაში ის ადვოკატთან და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტთან ერთად გამოცხადდა. Რატომ დაიბარეს ივანიაძე პროკურატურაში დეტალებზე ბელა ზართაიძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში ბელად ისმენთ. დიახ, სოფო გუშინ პროკურატურის მიერ გაკეთებული საბოლოო დასკვნის და მამუკა ივანიაძის ვიდეო ჩვენების გავრცელების შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ მედიასთან პირველი მცირე კომენტარი გააკეთა, როგორც მამუკა ივანიაძემ განაცხადა, გუშინ პროკურატურის მიერ გავრცელებული მისი ვიდეო ჩვენება არის ზეწოლის შედეგად მოპოვებული პროკურატურის მხრიდან, თუმცა მან აღნიშნა, რომ დეტალურ და დამატებით კომენტარს პროკურატურის დატოვების შემდეგ გააკეთებს. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროკურატურის მხრიდან მის მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. ამოვალთ აუცილებლად გაგცემთ ყველაფერზე პასუხი. რაც იმაზე დაბარება შეგიძლია არ ვიცი რა იმაზეა დაბარება. შემოდესტურეთ, რომ ზეწოლა იყო თქვენს კი რა თქმა უნდა. მამუკა ივანიაძე პროკურატურაში ადვოკატთან გელა ნიკოლაიშვილთან და ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთან მაია ხუციშვილთან ერთად მოვიდა. გელა ნიკოლაიშვილმა პროკურატურა 15 წუთის შემდეგ დატოვა, როგორც მან აღნიშნა, მამუკა ივანიაძე დაბარებულია პროკურატურაში გარკვეული საგამოძიებო პროცედურებთან დაკავშირებით, კონკრეტულად ეს ეხება ხელნაწერის ნიმუშის აღებას, თუმცა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიებისათვის მიცემული მამუკა ივანიაძის ჩვენებას თავად სადაოს არ ხდიან ამ ჩვენების სინამდვილეს, იმას რომ ჩვენება დაწერილია მამუკა ივანიაძის ხელით, თუმცა ამ ჩვენებასთან დაკავშირებით ისინი ამბობენ, რომ გარკვეული ზეწოლის შედეგად არის, თუმცა ხელნაწერს ისინი სადაოს არ ხდიან და აქედან გამომდინარე გელა ნიკოლაიშვილი აზრს ვერ ხედავს ამ საგამოძიებო პროცედურაში. ნიკოლაიშვილმა უკვე დატოვა პროკურატურა, თუმცა ამ წუთებში პროკურატურაში კვლავ იმყოფება მამუკა ივანიაძე და მასთან ერთად ამ საგამოძიებო პროცესს ესწრება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელიც. საათის წინ დაახლოებით ვესაუბრე გამომძიებელს და მან თქვა, რომ მხოლოდ ნიმუშის ასაღებად, ხელნაწერის ნიმუშის ასაღებად არის დაბარებული. უბრალოდ მე დღეს ეხლა დავაზუსტე და შევედი და პირადად შევხვდი და უკვე დაიწყო ეს პროცედურა, რომ ხელნაწერის ნიმუშს უღებენ, თუმცა მე არ ვიცი რისთვის სჭირდებათ, იმიტომ რომ მამუკა ივანიაძე არ უარყოფს, რომ მისი ხელით არის დაწერილი და როგორც წეღანას თქვი, აქ ლაპარაკი ემაზე რატო და როგორ მოხდა მისი იძულება, რომ ასეთი ის ტექსტი დაეწერა, რომელიც პროკურორმა უკარნა. გაგვირეკა გამომძიებელმა დაგვივარა 11 საათზე. მოვედით ბატონო 11 საათისთვის. რუავალთ, მე ჩამოვალთ და გეტყვით. გუშინ პროკურატურამ გაავრცელა საბოლოო დასკვნა მამუკა ივანიაძეზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით. პროკურატურის გენინსპექციის დასკვნის მიხედვით მამუკა ივანიაძეზე ზეწოლა არ დადასტურდა. პროკურატურამ გუშინვე გაავრცელა მამუკა ივანიაძის ჩვენება, რომელიც დავით კირვალიძის წინააღმდეგ იყო. დიდი მადლობა, ეს იყო ბელა ზართაიძე.